ბათუმის დრამატული თეატრის დასის შიდა სარემონტო სამუშაოების გამო ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობაში გადასვლას სექტემბრიდან გეგმავს. მანამ კი ძველ შენობაში 15 ივლისს პრემიერა იგეგმება, თვის ბოლოს კი თეატრალური სეზონის დახურვა. როგორც თეატრის მმართველმა განაცხადა, საზაფხულო თეატრში სარემონტო სამუშაოები 17 ივლისს უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დრამატული თეატრის შენობაში წელიწად ნახევრის განმავლობაში იფუნქციონირებს. რა ეტაპზეა საზაფხულო თეატრში სარემონტო სამუშაოები, როგორია დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტი და შეუშლის თუ არა სექტემბერში ახალი სეზონის გახსნას თეატრის შენობის შეცვლა. თუმცა ჩვენ შემდგომ გამოშვებაში ვისაუბრებთ. გამომშვიდობება დროებით აი ამ შენობასთან, ანუ ვაჩვენებთ ყველა სპექტაკლებს, დავხურავთ სეზონს და გადავიბარგებით ახალ შენობაში დროებით. როგორც გითხრათ 17 რიცხვისთვის უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები. ფაქტობრივად დასრულებულია შენობა, უბრალოდ მიმდინარეობს საზაფხულო თეატრში ახლა ჭერის მოხატვა დარბაზში. ფაქტობრივად არანაირი ხელშემშლელი პირობები არ გვექნება იქ გადასვლაზე, იმიტომ რომ სამინისტრომ, ჩვენმა კულტურის სამინისტრომ, ქალაქის მერიამ, ქალაქის საკრებულომ შეგვიძლია რომ შენობაში გადაგვიყვანენ.